წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საშუალებებით გარდა შეხვედრებისა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლობისტური საქმიანობებით, ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს მიქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რასთანაც მიწევდა, ასე ვთქვათ, შეხება იყო აღქმები, ანუ ერთის მხრივ მიქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიის, ასე ვთქვათ, საკუთრების უფლების, ადამიანის უფლებების, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის და ასე შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს. და მეორეს მხრივ გვხვდებოდა იქიდან აღქმები, რომ აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს აღქმები ცოტა განსხვავებულია და ეს აღქმები რითი ყალიბდებოდა, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს ძირითადად ამ შემთხვევაში მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომელიც არაერთი იყო, რაც ემსახურებოდა პირდაპირ დეზინფორმაციას და საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას. დაახლოებით იმ 4 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, 4-5 წლის განმავლობაში, რაც მე იქ მომიწია მუშაობა, არაერთი 5-6 სხვადასხვა კონტრაქტი იყო, რომელიც ჰქონდა გაფორმებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით და ერთ-ერთ გამოყოფ, როგორც ასე ვთქვათ, სამაგალითოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ეს საბუთები, ეს დოკუმენტები სწორედ ფარას კანონის წყალობით ხელმისაწვდომია, ღიაა და ნებისმიერ შეუძლია, ასე ვთქვათ, გაეცნოს მათ და ასე ვთქვათ, ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობა იმ პერიოდში აკეთებდა ლობიზმის საშუალებით საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული კონტრაქტი ამ თვალსაზრისით ალბათ იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთის მხრივ და ლობისტური კომპანია Orion Strategies კონტრაქტი. გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, იმიტომ რომ ამ კონტრაქტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელმომწერად მითითებული იყო ბათუ კუთელია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს კვლევარი და ის იყო მითითებული ხელმომწერად. და ამის მერე ამ უხერხულობის გამო ატლანტიკურმა საბჭომაც ბოდიში მოიხადა და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსად დაუბრუნდნენ. ანუ თავად ფარას საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები და რაც თავარია საკითხები, რაზეც ასე ვთქვათ, მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის. რატომ ვამბობ გამზადებულს? იმიტომ რომ პირდაპირ განსახილველ საკითხებში ან ინფორმაციის გაცვლის საკითხებში პირდაპირ მითითებული იყო, რომ ეს არის პრორუსული სახელმწიფოს შესახებ, ანტიამერიკული სახელმწიფოს შესახებ, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების შესახებ და ასე შემდეგ. ანუ ამას დისკუსიის, განხილვის ან ჭობის ფორმაც კი არ ქონდა გამზადებული იმ ურთიერთობებიდან, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას და მის წარმომადგენლებს, მაშინ მაიკ მიჩელი და რენდი შონემანი, საკმაოდ გავლენიანი ლობისტები ყავდა ამ კომპანიას და მათი ტრადიციული ურთიერთობების გათვალისწინებით 2020 წლის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი გადატვირთული იყო შეხვედრებით საგარეო კომიტეტში, აპროპრიაციის კომიტეტში, საფინანსო კომიტეტში, ჰელსინკის კომიტეტში, სადაც მიდიოდა ასე ვთქვათ, საარჩევნო გარემოს, მედია გარემოს შესახებ, დემოკრატიული განვითარების შესახებ, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია.